ევროპის მოედანზე სოფლის ტურიზმის ფესტივალი განდაგანა მიმდინარეობს. რა ხდება ამ წუთებში ადგილზე თემის დეტალებით თამუნა გაზდელიანი უერთდება ახლა მთავარის პირდაპირ ეთერს. თამუნა, მოგესალმებით და გისმენთ. ფესტივალის პირველი დღის მთავარი ღონისძიება მსვლელობით გაიხსნა. ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა სტუმრების მსვლელობამ, რომელშიც მონაწილეობდნენ მსახიობები, მუსიკოსები, გამოწყობილი შემოდგომის სფერებში და ასევე აჭარული საცეკვაო ფორმებში და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დღის მთავარი ღონისძიება კონცერტი ტრადიციულად გახსნა ანსამბლმა ბერმუხამ ქორეოგრაფებმა, რომლებიც არიან უხუცესები, არაერთი აჭარული სიმღერა და ცეკვა შეთავაზეს აქ მოსულ სტუმრებს. მუსიკალური ნომრების პარალელურად აქ მოსული ვიზიტორები აგემოვნებენ, როგორც მთელი დღის განმავლობაში აგემოვნებდნენ აჭარულ ტრადიციულ კერძებს, მათ შორის მათ შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ სვანური, მეგრული და აფხაზური კერძები. განსაკუთრებით მოწონება დაიმსახურა ასევე შევარდნაძე გარდენიამაც, რომელიც ტრადიციულად საშემოდგომო ფერებითა და ასევე თემატიკით იყო წარმოდგენილი. ძალიან მიყვარს საქართველოს მსგავსი ღონისძიებების სასიამოვნოა ჩემთვის. ძალიან კარგ დროს ვატარებთ. ძალიან ახსოვანებული ვარ დღევანდელი დღით განდაგანის ფესტივალს ულოცავ მთელ ბათუმს. სულ ასე გვევხერლოს და მშვიდობიანად ვიყოთ. მშვიდობიანიცა მადლობა. ეს მრავალფეროვნება, კულტურა, არტისტიზმი ეს ჩემ დროს არ იყო, მაგრამ ეხლა ძალიან ახსოვანებული დავრჩები. გვაქვს ტრადიციული მეგრული კერძები, გვაქვს ელარჯი, შემწვარი ძრძ соусით, პიტნის соусია ამჯერზე, გვაქვს კუჭმაჭი, ღომი და მწვანე ტყემლით და გვაქვს მეგრული ქოთომჭვილი, ქვია, ქათამი, კვერცხით, ყველით, მწვანილებით, შემწვარი და ბოსტნეულის სალათით. წარმოდგენილი მაქვს ქობულეთური სამზარეულო, იახნი, საღარმაკარინა, პრასის მჟავე, ფხალის მჟავე, მაჯუნი, ქობულეთური დესერტი, რა თქმა უნდა. და დღევანდელი დღიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ ძალიან პროდუქციული იყო, მეტი დაკვირვება იყო და მეტი სტუმრისგან მეტი ინტერესი იყო. აქედან გამომდინარე კმაყოფილები ვართ. ყველაზე მეტად დღეს გადიოდა არ დავმალავ მაჯუნი და იახნი. შემოდგომის დოვლათით და ბარათით ჩამოვედით, რომ მოვეფეროთ ბათუმელებს, ბათუმის სტუმრებს, ძალიან ბევრი ხალხია და ჩვენ გახარებულები ვართ. კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი დიდი სიყვარული ამ არაჩვეულებრივი ქალაქის, ჩემი მაღალმთიანი აჭარის მიმართ და საერთოდ თქვენი ხალხის მიმართ და ჩემიანების მიმართ, ბათუმელების მიმართ. ამ არაჩვეულებრივი ფესტივალის, ყველაზე ფერადი ფესტივალის მონაწილე რომ ვარ, ძალიან მიხარია. ბენდი, ურსა, ზვიად ბოლქვაძე და სხვა ინდივიდუალურ შემსრულებელს ელოდებება დღეს მსმენელი ევროპის მოედანზე, თუმცა მანამდე სპეციალურად მოწყობილი სცენა დაეთმობა ქორეოგრაფიულ და ფოლკლორულ ანსამბლებს. სოფლის ტურიზმის ფესტივალი განდაგანა ევროპის მოედანზე დღეს გვიანობამდე გაგრძელდება.